შუა დღის პირველი საათია, თუმცა კიდევ უფრო მეტი იქნებოდა ალკოჰოლისგან გამომშრალ ორგანიზმს სითხის მოთხოვნილება რომ არ ქონოდა. გახუთმაგებული გულის ცემა და თავის ისეთი ტკივილი, რომელსაც მხოლოდ იარაღი თუ გააღუჩებდა. იარაღი კი ლოას არ ქონია, ამიტომაც ფეხზე ადგომა მოუწია და ონკანამდე ბრძოლის ველზე დაჭრილი ჯარისკაცივით ხოხვა-ხოხვით ცოცხალ მკვდარი მიბოღდა. თავი ონკანს შეუყუდა და სადამდეც სუნთქვა ეყო, იქამდე გაუჩერებლად სვამდა წყალს. თავის ამოწევა იყო თუ არა პირიდან ისეთი ამოასხა, გეგონებოდა შრეკმა მოისაქმაო. ფერწასულმა ლოამ კი ცოტაოდენი შვება იგრძნო, პირი მაისურითვე მოიწმინდა, ჯიბეები მოიჩხრიკა, გუშინდელი სიგარეტის ღერი ამოიღო, გაუკიდა და გარეთ გავიდა. მაღაზიისკენ მიმავალი ერთ-ერთ სადარბაზოს კართან შეჩერდა. სიგარეტის ბოლო ნაპასი სიამოვნებით შეისუნთქა. ნამწვი კი შორს მოისროლა. თითქოს ჭიამაია ყოფილიყო ისე შორს გააფრინა და ალბათ სურვილიც კი ჩაუფიქრა. ის წამი იყო, როდესაც დაინახა მოკლედ შეჭრილი ვარდისფერი თმებით მის თვალწინ გოგო, რომელსაც სხეული სულ ტატუებით დაეფარა. სიდიდისგან და სიმძიმისგან ოდნავ ჩამოწეული მკერდი, დიდი მრგვალი თავებით, თან სახეზე ეშმაკური ღიმილი დასთამაშებდა. კი, ზუსტად ისეთი, როგორც პორნოებშია ხოლმე, როდესაც გოგო მუხლებზე დგას და ფისოსავით გადიდებული თვალებით ზევით იღურება, მომღიმარი სახით და სავსე პირით. ისე თითქოს მაღლა ცაში ღმერთს მადლობას უხდისო. და ამის წარმოდგენაზე ლოას პენისიც ზურგზე დაცემული ბრიუსლივით წამოხდა. ამასობაში კი ვარდისფერთმიანი სადარბაზოს მიუახლოვდა. ჩიპი ამოიღო, კარები გააღო და ლოას კითხა: ეგრე უნდა იდგე? არ შემოხვალ? იფიქრა ლოაც, იმ სადარბაზოს კარების გაღებას ელოდა, რადგან ძეგლივით გაშეშებული იყო და თავის ბრიუსლის ქამარში ჩატნევაზე ეჩალიჩებოდა. და კითხვაზე შემოხვალ თუ მან დიდგებიზე, კი საერთოდ ხმა წაუვითა და ბრინჯივით დაიბნა. თავი გააქნია მარცხნიდან მარჯვნივ და სწრაფი ნაბიჯებით მაღაზიისკენ სვლა განაგრძო. გზაში კი საკუთარ თავზე ბრაზობდა და თან წარმოდგენას განაგრძობდა. მისი მომღიმარი გადიდებული თვალები მუხლებზე მდგარი. და რადგანაც ცაგარელი ახლო-მახლოს ვერსად შენიშნა, საკუთარ თავს კითხა თუ რატომ იყო ბატონო ის ზოდიაქოთ იყლე. ამასობაში მაღაზიაში შევიდა, პატარა ხლებნაია დაითრია და მაღაზიიდან გამოსულმა ის ერთ ამოსუნთქვაში გადაგრა და შვებითაც ამოისუნთქა. გვერდით მდგარ წითელი ფერარის სარკეში კი თავსაც დააჯერა, რომ ადამიანს დაემსგავსა და კომენტარიც გააკეთა: სიმპათია გატო. ისე წითელი რამაგრად მიხდება, ბოზიშვილი ვიყო. და რადგანაც ლოა დროს უკან ვეღარ დააბრუნებდა, სახლში წასვლის და ძილის მეტი აღაფერი დარჩენედა. შინ დაბრუნებულს კი არც ტანსაცმელი გაუხდია და არც ფეხსაცმელი. საწოლზე მკვდარივით დაეცა და დაიძინა. უკვე საღამოს 8 საათი იყო, როდესაც გამოეღვიძა. თავიც არ სკდება, გულისცემაც ნორმაშია და რასაც სულ აკეთებდა დღესაც თითქოს განსხვავებული არაფერი გაუკეთებია. ადგა, ტანსაცმელი ზედვე ეცვა და ჩაცმაზე ბევრი არ უწვალია. თავი კურტ კობეინი გონია, მგონი ამ ჩემისას. როგორც ბებია მისი ეტყოდა ხოლმე: ой, господи, тоже мне мелоди Курт Кобейни, ах ты сволочь. ლოამ ყავა მოიდუღა, კომპიუტერი ჩართო და სიგარეტს გაუკიდა. ამასობაში კი ინსტაგრამზე შევიდა და ნოტიფიკაციები გახსნა, სადაც ვარდისფერი თმები შეამჩნია. ამ მომენტში გეგონებოდა ლოას მთელ სხეულში 220 ვატმა გაუარაო. წამოხდა აფორიაკებული და რამდენიმე წუთი მოწამლული თაღვივით იქით-აქეთ დარბოდა. ხან ფეხზე იჩქმიდა, ხან სახეში შემოირტყა ხელი. როგორც იქნა დაიჯერა, რომ სიზმარში არ იყო და ეს არც ხლებნაიასგან გამოწვეული ბელაია ყოფილა. ისევ მოთავსდა კომპიუტერის სკამზე, სიგარეტს გაუკიდა და თუ აქამდე ლოას პირველი რაც აინტერესებდა ეს მისი სუფთად გაპარსული ფუჩუ იყო, ახლა უკვე იმის ინტერესი კლავს თუ როგორ იპოვა ვარდისფერთმიანმა. და ამ კითხვითვე დაიწყო მიწერა ლოამ. აღმოჩნდა, რომ ვარდისფერთმიანსაც ძალიან მოწონებია ლოა და კარგი გამოძიებაც ჩაუტარებია მასზე. მისულა უბნის მაღაზიაში და კონსულტანტებისთვის უკითხავს. დღეს რომ ბიჭი იყო დასიებული სახით ბომჟს რომ წააგავს,
კეხიანი დიდი ცხვირით და ისეთი მელოტი ფიქრები რომ უჩანს, აი მაგას ხომ არ იცნობთ, ეგ ბიჭი მინდაო. კონსულტანტებიც იმ საათშივე მიხვდნენ ჩემზე რო იყო საუბარი. ერთ-ერთ კონსულტანტს აი ძალიან მაგარი ციკოლია საათი ქონდა დათრეული. და ნუ ხო, იქ ის იქნებოდა ვაფშე მაგარი, რო ეკითხათ პარკიც ხომ არ გნებავთო. მაგრამ ეს კომედი შოუ ხო არაა ძმაო. ბარემ ბიძინას პაროდიას გავაკეთებ. მოიცა, შენ რა მართლა ელოდები ეხლა რომ ბიძინას პაროდიას გავაკეთებ? კარგი ხო. მიტუას როდესაც უთხრეს, მიტუა შენ თუ ესე გააგრძელე, შენ საკითხსა პარტიის კრებაზე დავსვავთო, მიტუამ უპასუხა, დასვავთ და იჯდეირაო. სატირალი რომ არ იყოს ხუმრობა შეიძლებოდა, მაგრამ ვერც თქვენ მოახერხეთ გულიანად გაღიმება. ამიტომ გამაგრძელებინეთ ეხლა ამბის მოყოლა. ლოა დაბნეული იყო მსგავსი გაცნობის ისტორიებით, რომ პირველ ნახვას ასეთი სიყვარულის ამბავი მოყოლოდა, მას მხოლოდ ფილმებში თუ სმენია. და მიხვდა, რომ ეს ზუსტად ის ვარდისფერი აბი იყო, ადრე რომ ამოიკითხა მომაკვდავი ბებიის ექიმის დანიშნულებაში. და გადაწყვიტა, რომ ახლა ეს ვარდისფერი აბი მას უნდა მიეღო, რადგან აც უკვე მეორე სამყაროში გარდაცვლილი ბებია დაებრუნებინა ამ სამყაროში. და ლოამ თქვა, ბებია, კპირდები, შეუძლებელს შევძლებ. მე ხომ შენი ლიომი ვარ. გადავცურავ მთებს და გადავივლი ზღვებს და დავკლავ დედას მოუტყნავ დევებს. ბებო ბოზიშვილი ვიყო, ხო მიცნობ რა მასტიც ვარ. პროსტა აი ერთი ის გუდიანის მეშინია ბავშვობიდან და ლიჟბი ეგ არ გაიჩითოს ამ ზღაპარში რა და დალშე უეჭველს გებაზრები რომ მივიღებ ამ აპს რაც ექიმმა დაგინიშნა შენ რო უნდა დაგელია ბოზიშვილი ვიყო. აი იმ ფარმაცევტებს მოუტყნან დედა. აი ის ლევერკუზენი ხო იცი ფარმაცევტების კლუბია, მე მაგათი დედა რომ მოვტყან. X-ორში დავწერე იმ მაყუთით შენ რო გამატანე ვიფიქრე, ამოვაგდებდი რაღაც კუშს მეთქი, მიატნი კამფეტებსაც დაუთრევ თქო ვარდისფერაბთან ერთად ზევიდან თქო და ბოზიშვილი ვიყო აზრი ხარ X-ორზე დავდე, დავაზღვიე დაჟე და მაინც წააგესტო, მე მაგათი ფარმაცევტი დედა რომ მოვტყან, მაგრამ მე შენ დაგაბრუნებ ბებია, მე ხომ შენი ლიომი ვარ. და ამ ფიქრებში გართულმა უსაზღვროდ ბედნიერმა ლოამ YouTube-ი გახსნა დათო კენჭიაშვილის რამდენი მალოდინე ჩართო. სიამოვნებისგან კი მან თვალები დახუჭა და დაიძინა. ამ დღისგან მეტი არათერი უნდოდა. ახალი დღე დაიწყო ლოასთვის, სადაც მან ამჯერად არეულ საწოლში კი არა, არამედ თითქოს ზღაბრის იმ კუნძულზე გაიღვიძა, სადაც პეტლები დაფრინავდნენ უნაზესი ფარფატით, გვირილებიც სავსე მინდორში. კი, ზუსტად ისე როგორც ზღაბრებშია, თბილი მზე იგრძნო, რომელიც მისი ფანჯრიდან შემოჭრილიყო და მას სახეზე დასთამაშებდა. ლოამ იგრძნო მზის სითბო, მისი ძალა და ენერგია, რაც აქამდე მისთვის შეუმჩნეველი იყო და პირიქითაც, აქამდე მას ფანჯარაში შემოჭრილი მზე აღიზიანებდა. ამჯერად კი სულ სხვანაირად იყო. საწოლიდან ენერგიით სავსე წამოხდა და კომპიუტერთან დაჯდა. სანამ კომპიუტერი ჩაირთვებოდა, აბაზანაში შევიდა. და კი ლოას კომპიუტერის ჩართვას მართლა მაგდენი დრო სჭირდება. კაი რაც ქონდა ლომბარდებში დატოვებულ სამთრებს უსმენდა. ქუჩა დადიოდა და ყველა კატა კაიაო გაიძახოდა. ლოა აბაზანის სარკესთან თავის თავს ისე უყურებდა, როგორც ცხოველი, რომელიც ვერ ცნობს საკუთარ თავს. აქამდე მას ასეთი დამშვიდებული, დაწყნარებული თავისთავი არ უნახავს და ნელ-ნელა ეღიმებოდა. ეს ღიმილი სიცილში გადაიზარდა. ჯოკერივით იდგა, საკუთარ თავს უყურებდა და იცინოდა, მთელი სხეულით და გულით იცინოდა. მისი სიცილი დაახლოებით 1 წუთს გრძელდებოდა. შემდეგ მისი სიცილი ისტერიკულ ტირილში გადაიზარდა. ბოლოს კი ცრემლები მოიწმინდა, საკუთარ თავს თვალებში ჩახედა და თავის ქება დაიწყო. არა, როგორ გავჩნდი ესეთი ნიჭიერი. საღოლ დედას ბოზიშვილი ვიყო, იმენა ხოაკინ ფენიქსს ბოზიშვილი ვიყო. და ამასობაში კომპიუტერს დაუბრუნდა, სიგარეტს გაუკიდა, ინსტაგრამი გახსნა და ვარდისფერი აბი თავისთან სახლში დაბადიჟა. ვარდისფერმა აბმა მალევე ნახა SMS-ი და დიდი დროც არ დასჭირვებია ლოას სახლამდე მოსასვლელად. თითქმის კარის მეზობლები იყვნენ და მალევე კარზე კაკუნიც გაისმა. ლოაც ელვის სისწრაფით გავარდა კარის გასაღებად. რა დროსაც ლოას წინ თითქოს ფონიჭალელი ბარიგის ფაქტი თავისი ფეხით მოსულიყო. ის ანათებდა და ასხივებდა გარშემო ყველაფერს, რაზეც ლოას ჭკუა უნდა დაეკარგა, მაგრამ ლოამ ეგ მაშინ დაკარგა ბიძამისმა, რომ პირველად ბოზებში წაიყვანა. გახსოვთ ალბათ არა? არა, ის კი არ გემახსოვრებათ ჭკუა როდის დაკარგა ლოამ. იმის თქმა მინდა, რომ გახსოვთ ალბათ მაშინ, როცა ვარდისფერი აბი ლოას ქუჩაში შეხვდა, მას სულ სხვა რამე სურდა. თუმცა უკვე როდესაც ვარდისფერი აბი
ლოას სახლში აღმოჩნდა, ლოამ სულ სხვა რამე დაინახა მის თვალებში. სანამ სათვალე არ გაიგეთა, მერე უკვე ჩვეულებრივად დაინახა. ლოას არ უჭირდა თვალებიდან რაიმეს წაკითხვა. კითხვა უყვარდა, სულ კითხულობდა ხოლმე, რომელი საათიაო. არა, გალას ლექს კი არ კითხულობდა, მართლა საათს კითხულობდა და ამასაც ყველა ეუბნებოდა 3-3-ო და მართლა სულ 3 იყო. ლოას ესმოდა იმ თვალების და ალბათ ყველაზე მეტადაც ესმოდა თვალების, რომელიც მთელი ძალით ებრძვის ამ დედამოტყნულ სამყაროს, დედამოტყნულ მთავრობებს და ზოგჯერ დედამოტყნულ ხალხსაც კი. და ზუსტად ეს იკითხებოდა ვარდისფერი აბის თვალებში. ლოა ასევე შეამჩნია ვარდისფერი აბის ხელი, რომლითაც ის სიგარეტს ეწეოდა. ოდნავ და შეუმჩნევლად თითქოს, მაგრამ მუდამ უკანკალებდა. ისე არა ძმაო, ხელს მართლა მაგრად აკანკალებდა. ბოზიშვილი იყო. უხხა, რას აკანკალებდა ბიჭოს. ბოდიშით გადაუხვიეთ ემას. მაპატიეთ. დიდი დრო არ გასულა. ცოტა ისაუბრეს. მერე ლოან სიგარეტს გაუკიდა ისევ. დათო კენჭიაშვილის. რამდენი მალოდინე ჩართო და ხმის ამოუღებლად სიგარეტით ხელში საწოლზე წამოწვა, რა დროსაც ახალი ნაყიდი პლედი სიგარეტის ნამწვით დაწვა და ხვალ დედამისი რომ მოვა სახლში და დედას რომ მოუტყნავს, ჯერ არ იცის და ამიტომაც მშვიდად ცურვას განაგრძობდა. ვარდისფერ აბსაც ეტყობოდა, რომ მშვიდი ცურვა არ იშლებოდა. ლოა გრძნობდა, რამ ხელა კაიფი ქონდა ვარდისფერ აბს გუშინ დაწრულ ხიმიასთან შედარებით. რა დროსაც დაარვია სიჩუმე, ლოამ წამოდგა. სამზარეულოში გავიდა, ჭიქა და ჩანგალი აიღო და სამჯერ მიარტყა ჩანგალი ჭიქას და ვარდისფერი აბის ყურადღება მოითხოვა. რა სიტყვი აბა? მაგრად ასწორებს დათო კენჭიაშვილი არა? აი, მაყლევებს ბოზიშვილი ვიყო. და იცი კიდე რა არის მაგალი? ლაპარაკი რო არ არის საჭირო და უსიტყვოდ უბრალოდ ეს მომენტი და დრო რო გსიამოვნებს არა? მხოლოდ ჩვენ ორნი და დათო კენჭიაშვილი. სიზმარში მგონია თავი ბოზიშვილი ვიყო. აუ, ისე ჩარკვიანი ბაზრობდა ხო იცი? რო ლაპარაკიო კაროჩეო იმენა ვაფშე არ არის საჭირო. და მეტიც ის ხშირად აბინძურებს და აფუჭებს გარემოსო. და ამას ადამიანები მიხვდებიან ძალიან მალე, ასე 2550 წელსო. ისე ეგეც მაგრად გაიფობდა, იმენა ტიპმა 2550 წელსო. და ამბობდა, რომ უბრალოდ ღიმილით და გამოხედვით შეგიძლია აგრძნობინო ადამიანს სიყვარულიც და სითბოცო. აზრზე ხარ რა მაგარი ტიპი იყო, რეებს მოსგავდა პროსტა. რა დროსაც ვარდისფერმა აბმა შეაწყვეტინა ლოას და კითხა, და თუ კი ქშია რა უნდა ქნა? ნუ ხო, აქ ის იქნებოდა მაგარი რო ეთქვა ლოას, მაშინ პირი უნდა გააღოო. მაგრამ ეს მართლა კომედი შოუ ხო არაა ძმაო. ბარემ სააკაშვილის პაროდიასაც გავაკეთებ. და ვანოს შოუშიც მიმიწვიეთ ბარემ. მოიცა, შენ რა მართლა ელოდები ახლა სააკაშვილის პაროდიას? კარგი ხო. ამან, ადრესად მუშაობდიო. იმან, ბაქო ჯეიხანშიო. ამან, ბატონო? იმან, ბაქო ჯეიხანშიო. ამან, იქ მშენებლობა იყო ხო? იმან, არა, იქ ტრუბა პრაუდი გადიოდაო. ამან, იქ რამდენს გიხდიდნენო? იმან, 900 ლარამდეო. ამან, კაპიკებს ესე იგიო. იმან, ასე გამოდისო. ამან, აქ 700-800 ლარია ხო? კიო. ამან, ხო და ძალიან კარგიო. აჰა, სატირალი რომ არ იყოს ხუმრობა აქაც შეიძლებოდა. მაგრამ ვერც თქვენ მოახერხეთ გულიანად გაღიმება, ამიტომ გამაგრძელებინეთ ახლა ამბის მოღმოღო. ლოამ საუბარს განაგრძობდა. არა, მე ჩარკვიანის ამბით იმის თქვა მსურდა, რომ შეიძლება ჩვენ ძალიან წინ ვართ. შეიძლება ზუსტადაც 2500 წელში ვართ, როგორც დიდი ხელოვნები უთხრა ლოამ. აი როგორც ის რა ერქვა იმას, ყური რო არ ქონდა კაცო მხატვარი რო იყო რა? ეგ ბაზრობდა თურმე რომ მეო ძმაო აქო ვაფშე ვერავინ გამიგებსო კაროჩეო. აი მაგარი ყლედროაო რა და იმენა წინ ვარო დროშიო და ცვეთში ტიპს თურმე 100 წლით წინ ქონდა გაქცეული აზრე ხარ? პროსტა რა ერქვა? და მაგარი კაცი იყო ძალიან. ტიპმა იმენა მატირა რო უსმენდი. აი ჭადის სახელი რო კაც დაგავიწყდება ეგაა რა, ბოზიშვილი ვიყო. ამ დროს კი სკამზე ჩამომჯდარმა ვარდისფერმა აბმა ნაზი გაწელილი ხმით წამოიძახა. კი, ზუსტად ისეთი კაჯამბურია რო იძახის. ოპერაცია რო არ გაუკეთებია. აუ, მგონი ვიცი ეგ ტიპი. ტაისონი ქვია, ყური მოაჭამაო თუ რაღაც. ვიღაცა მომიყვა ადრე ეგ ისტორია, უთხრა ვარდისფერმა აბმა.
ლოამ კი გაოცებისგან ემოციები ვეღარ შეიკავა და წამოიყვირა. ბაზარი არა, ხო არ გადაობ საღოლ, ბოზიშვილი ვიყო. აი რა განათლება გოგოს იმენა ალამაზებს რა და შენ სულ ომაზესი ხარ. აი ჩემი აზრით სულ რომ მაგარი ყლენაშა იყოს. თუ ქალს მოზგი იმენა სულ სხვა არა, ბოზიშვილი ვიყო. და იუმორი ძმაო, გოგო რო გადაობს იმენა ვაფრენ, ბოზიშვილი ვიყო. ისე გაგიფრენია როდესმე? კითხა ლოამ. კი, სახლში სულ მეუფენ ხოლმე ჩემს ტანსაცმელსო, უპასუხა ვარდისფერმა აბმა. ლოასაც მოეწონა მეოჯახე გოგო და იფიქრა. ამას იმენა მაგრად გავზრდიო და თავისი დაარქვა. შეგიძლია ჩამეხუტო? უთხრა ლოამ. ვარდისფერი აბიც უსიტყვოდ ადგა და ჩაეხუტა. რამდენიმე წუთში კი თითქოს ვარდისფერ აბს უშველებელი ტალღა დაეტაკა და თუ წეღან მშვიდად სურავდა, ახლა გეგონებოდა ცურვა საერთოდ დაავიწყდაო. გვერდით გადაჯდა, ფეხები მოკეცა და მთელი ძალით მოიკუნტა. თავი კი ფეხებს შუა ჩარგო და აქვithინდა. რა დროსაც ლოამ მიგრძნო, ვარდისფერი აბის ყელში სამყარო სოდენა ნერწყვი როგორ გადასცა. ლოამ არ იცოდა რა ექნა და არც კითხვები დაუსვამს. ის უბრალოდ გაჩუმდა. თავისი ყურსასმენი გაიკეთა. ახალი დათრეული მარშალები ქონდა. და მარიაჟობა დაიწყო, სადაც ისევ დათო კენჭიაშვილის რამდენი მალოდინე ჩართო. ხმას ბოლომდე აუწია. საწოლზე წამოწვა, თვალები დახუჭა და სიმრერას აყვა. გამთენი ესას კი ლოას დანგრეულ საწოლზე ისე ჩაეძინათ ორივეს გეგონებოდა მეცხრე ცაზე ყოფილიყვნენ. დილით ვარდისფერაბს მაღვიძარამ დაურეკა. სწრაფად წამოხდა შარვალი ჩაიცვა. ჩანთიდან ამოიღო წითელი პირველი და ლოას კომპიუტერთან დაუტოვა. ისე გაიქცა, ლოასთვის არაფერი უთქვამს. რამოდენიმე საათში ლოას SMS-ი მოსდის. იცი, ასე კარგად, ასეთ კბილად არასოდეს მძინებია აქამდე. თან შენ დანგრეულ საწოლს თუ გავითვალისწინებთ. იცი, ვგრძნობდი, რომ სამყარო ისევ აქვე იყო, უბრალოდ ის იყო, რომ ყელში აღარ მიჭერდა და ეს როგორც შენ იტყოდი, ძალიან მაგარია რა. იცი, საღამოს მოვიცლი და შემეძლება მოსვლა. რა თქმა უნდა, თუ გინდა. ლოაც რა თქმა უნდა დათანხმდა და იმ საღამოს ისე ელოდა, როგორც პატარა ბავშვი, ახალ წელს, რომელსაც თოვლის ბაბუ ისჯერა. საღამოს კარზე კაკუნი გაისმა. ლოაც რა თქმა უნდა სტარტზე იყო. თავის ბრიუსლისთვის ნანეტი შეეჭრა და კარგადაც ჩაებანა. იზღა დარჩენოდა, რომ კარები გაეღო ვარდისფერი აბისთვის. შემოდი, უთხრა ლოამ, გამიხარდა შენი მოსვლა. ლუცხომ დალევ? საკაიფო ლუდი დავითრიე დღეს. სანაპიროზე ვიყავი და მტკვარზე კაი თევზიც დავიჭირეთ მე და ტოლიკამ. ხო და შეგვიძლია ცოტა დავლიოთ და კაი კარასიც ვჭამოთ. რა სიტყვი? ვარდისფერი აბიც სიამოვნებით დათანხმდა. ლოამ ლუდი ჩამოასხა ჭიქებში. ამასობაში სიგარეტი ამოიღო. ერთი ყურში გაიკეთა, მეორეს კი გაუკიდა და საუბარი განაგრძო. ისე სიგარეტებიც რა მაგარია არა? საუკეთესო მეგობრები არიან არა? ყოველთვის ჩუმად არიან. ყოველთვის სიამოვნებას განიჭებენ. თან ყოველთვის შენთან ერთად არიან და თან ყველაზე კაიფი ისაა, ტვინსაც არ გითქნავენ. არა, იმინა უძმესები არიანტო, თქვა ლოამ და ღრმა ნაპასი გამოარტყა წითელ პირველს. რა დროსაც ვარდისფერაბთან ძალიან ახლოს მივიდა სახით პირისპირ და სახეში შეაბოლა და თან დასტოინი სახით კითხა. ხომ იცი ეს რასაც ნიშნავს, ბაბუ? და ძალიან დაბალი მონოტორული ხმით საუბარი განაგრძო. ზუსტად ისე, როგორც ნამდვილი ბაბულიკა. ვინც არ იცით, უცებ გეტყვით, ლოა ბავშვობიდან ბაბულიკების გიჟი ფანია და რაც ბაბულიკები დაიბრიდნენ, გემახსოვრებათ, რომ გადაცვიდნენ მანქანით მაგ დღის შემდეგ. ლოამ კაროჩეო იმენა დღეიდან ვერს კი დამიძახეთო, ხსოვნის პონჩიო რა. მოკლედ, ლოას ბაბულიკური ხმის ტემბრის დაყენება არ გასჭირვებია. თან ვარდისფერი აბის თვალებს თვალს არ აშორებდა. TikTok-ზე ენახა თვალით კონტაქტით მანიპულაციის შესახებ ვიდეო და ცდილობდა გამოეყენებინა ყველა ხერხი, რომელიც ღონეს აჯობებდა. ლოას კი ერთი კარგი ხერხი კიდევ ეგულებოდა და ვარდისფერ აბს თხოვა 2 წუთით დალოდებოდა. სწრაფადვე გაიქცა საკუჭნაოში და ბაბუ ამისის დანატოვარი ხერხი მოიტანა. ისე ვარდისფერი აბის წინ ცალობდა, თვალი თვალში გაუსწორა და უთხრა: იცი, მე შენ ახლა გაკოცებდი ძალიან მშვიდად. შემდეგ კი თვალებზე გაკოცებდი. გამოძრავდებოდნენ ჩემი ტუჩების ქვეშ. ოდნავ და ძალიან ნელა შენს ტუჩებს შევეხებოდი. მერე შენს კისერს კოცნით დავფარავდი და იმ პატარა ჩაღრმავებასთან გავჩერდებოდი შენს მარცხენა მკლავზე და შენს სურნელს შევიგრძნობდი. როგორც წესია, ისე შევიგრძნობდი. სიტკბოების და სექსის სურნელს. შემდეგ მკერდზე გაკოცებდი, თავებს შევეხებოდი
და ამაზე 1 საათი დამჭირდებოდა. თავიდან ნაზი ვიქნებოდი, მერე კი მივხვდებოდი, რომ არ გინდა ნაზი ვიყო და ვიფიქრებდი, მასში უნდა გავიკო, გავარკვიო, როგორ მუშაობს მისი ყველა ნაწილი. შემდეგ კი შენი სხეულის ყველა ნაწილის შესწავლას დავიწყებდი, ყველა დეტალის. მე ვითამაშებდი შენთან, სანამ შენს ფეხებს შორის არ მოვექცეოდი და დაუნდობლად გაგხერხავდი, იმაზე ძლიერად, ვიდრე ეს მე მენდომებოდა. თმებში ხელებს ჩაკიდებდი და სანამ შენს შიგნით ვიმოძრავებდი, იმდენად ვიქნებოდი აღზნებული, რომ ჩვენს გარშემო ვერაფერს დავინახავდი. სპერმით აგავსებდი და გეტყოდი, მე შენ მიყვარხარ და ისევ და ისევ გაგიმეორებდი, მე შენ მიყვარხარ. უცებ კი სიჩუმე ჩამოწვა. ვარდისფერაფს თვალები ჩაუცრემლიანდა და აფორიაკებული წამოხდა გვერდით, საწოლის კუთხეში დაჯდა და რამდენიმე წუთი ასე გაუნძრევლად იჯდა. ლოა კი ნელ-ნელა ხვდებოდა, რომ TikTok-ზე რაღაც ყლეობა ასწავლეს. გაბრაზებული ლოა კი აივანზე გავარდა და ბოლო ხმაზე გახვიროდა. ჩინელებო, სათხართ თქვენი დედა მოვტყა. მოგიტყანთ კონფუცი, თქვებო ზიშვილებო. ვარდისფერი აბი კი გაუნძრევლად იჯდა და ტირილს განაგრძობდა. რაღაც დროის შემდეგ ვარდისფერმა აბმა ამოწია ფეხებში ჩარგული თავი და ჩაწითლებული თვალებით ხმა აკანკალებულმა უთხრა. ლოა, დაწყნარდი, ჩინელები არაფერ შუაშია, აქ ჩემშია პრობლემა. იცი მე არასოდეს არავის ყვარები ვარ და არც მე შემყვარებია ვინმე. თუმცა ვიცი რომ ახლა რასაც გეტყვი, ვეღარ შენ შემიყვარებ. და ერთ წამში თითქოს სამყარო გაჩერდა ლოასთვის. ლოა მიხვდა რომ ის შარვალში უეჯველი დიდ გუთალს უმალავდა და სწორედ ამის თქმას აპირებდა ვარდისფერი აბი ლოასთვის. რა დროსაც ლოას თვალებში ზღვა ცრემლები დაგროვდა, რომელიც ყველა შიგნით დაიტოვა და თავს შესწახა. ლოაძეო, ერიკ მხითარიანისა, სადა გაგშენ დასაკარგი ცრემლებიო. და ბრაზისგან კბილები ისე დააჭირა ერთმანეთს რკინას გაჭრიდა. და იმ მომენტში რაიმე საშუალებით რომ შეძლებოდა ამ სამყაროს განადგურება, თვალის დახამხამების გარეშე გაანადგურებდა. რა დროსაც ვარდისფერმა აბმა ლოას ფიქრები გააყვედინა. არა, ლოა არასწორად გაიგე. გუთანი არ მაქვს. მე უბრალოდ მეძავი ვარ ამის თქვა მინდოდა. მე არავის უყვარ ვარ და არავის შეუძლია ჩემი შეყვარება. მე ამ დედამოტყნულ სამყაროში ცოცხალი სათამაშო ვარ. ჩემით ხალხი თამაშობს და მეტი არაფერი გესმის. არავის არასოდეს აინტერესებს ჩემი გრძნობები და არავინ მიყურებს ისე როგორც ადამიანს. და ზოგჯერ მეც მაინტერესებს ვინ ვარ, ან რისთვის ვარ საერთოდ ამ დედამოტყნულ სამყაროში. თავი კი ისევ ფეხებში ჩარგო და ტირილი განაგრძო. ლოას არაფერი უთქვამს, ხმის ამოუღებლად კომპიუტერთან მივიდა, YouTube-ი გახსნა და ისევ დათო კენჭიაშვილის რამდენი მალოდინე ჩართო. საწოლზე წამოწვა და ვარდისფერაფს უთხრა. მორჩი ტირილს, მოდი აქ ჩემს წინ დაწექი. ვარდისფერმა აბმა გაიღრმა. ლოამ კიდევ ერთხელ დაუძახა, ოღონდ ამჯერად ოდნავ მკაცრი ტონით. მოდი აქ ჩემს წინ დაწექი. ამჯერად ვარდისფერი აბი ადგა და ლოას წინ დაწვა. ფეხები მოკეცა და მთელი სხეულით ჭიასავით დამგვრალდა. ლოა კი ზურგზე მიეკრო და მის სხეულს ისე გრძნობდა როგორც საკუთარს. იმ ღამეს ლოას თვალი არ მოუხუჭავს, იმ ფულს ითვლიდა, რომელიც ბოზებში სიარულში დაეზოგებოდა. დილით მახვიცა რამდარეკა, ვარდისფერი აბი ადგა და შარვალი ჩაიცვა. ლოა კი ისე იქცეოდა, თითქოს ეძინა და ვერაფერი გაეგო, თვალიც კი არ გაუხელია. ვარდისფერი აბი წავიდა და ლოაც წამოდგა. ვარდისფერი აბის დატოვებული წითელი პირველი. გახსნა, ერთი ღერი ამოიღო და გაუკიდა. პირველი ნაპასი ისე ღრმად შეისუნთქა, რომ ბოლიც კი არ გამოუშვია. პირი დაკუმა, სუნთქვა შეიკავა და კვამლი დაიტოვა სმუდამოდ. სიგარეტი კი ფანჯრიდან მოისროლა როგორც ჭიამაია და საწოლზე წამოწვა. რა დროსაც შემოესმა სასტრაფოს და პოლიციის გამაყრუებელი სირენების ხმა. ლოაც წამოხდა და აინტერესა რა ხდებოდა. ფანჯარა გამოაღო და დაინახა თუ როგორ მოეყარა უამრავ ადამიანს თავი ვარდისფერი აბის სადარბაზოსთან. ლოას ციმმა უფლმა წასხა. თითქოს იგრძნო რაღაც ცუდი მის თავს. იმ წამსვე ჩაირბინა და პირველივე შემხვედრს კითხა. ხო არ იცით რა მოხდა? ზუსტად არ ვიცი, თუმცა როგორც გავიგე, ვიღაც მე-9 სართულიდან გადმომხდარა. ლოამ აკანკალებული ხმით გაიმეორა მისი ნათქვამი. მე-9-დან? კი, მე-9-დან. ამის თქმა იყო და ლოას ფეხებში ძალა გამოეცალა.
იქვე ბორდიულზე ჩამოჯდა და თავით ცისკენ მიაშურა. თითქოს პირდაპირ ღმერთთან სურდა საუბარი. ხელი მთელი ძალით შემოირთკა სახეში და დაიღვირა. კი, მაგრამ რატომ? პასუხი არსაიდან დაბრუნებულა. ლოა განაგრძობდა საკუთარი თავის დადანაშაულებას. შენც ერთ-ერთი იმადგანი უგულო ნაბიჭვარი ხარ, ვინც მხოლოდ გართობაზე ფიქრობს. შენც რომ მსგავსად არ მოგცეოდი, იქნებ ყველაფერი სულ სხვანაირად ყოფილიყო. შემდეგ ისევ მთელი ძალით დაიშინა ხელები სახეში და განაგრძობდა ყვირილს. ოღონდ ამჯერად პორკეს ყვიროდა. თუმცა პასუხი არც ახლა დაბრუნებულა არსაიდან. ლოას კი იქ გაჩერება აღარ შეეძლო. იმ ხმაურს რამენაირად უნდა გასცლოდა. სახლში წავიდა დათო კენჭიაშვილის რამდენი მალოდინე ჩართო და ბოლო ხმაზე აუწია დინამიკებს. ცოტა ხანში კი კარი ლოას ბავშვობის მეგობარმა სიკვდილამ შემოანგრია. ისე ხროშინებდა, ვერც კი სუნთქავდა, თითქოს სული უნდა ამოვარდესო და პირდაპირ მიახალა. ისე გეგონებოდა სამყაროს 7-ვე საოცრება ამ წამს ენახოს თავისი თვალითო. ვერს კი ხარ თუ ყვერს კი, მე ეგ სულ ყლეში მკიდია ბიჭო. შენ რა არაფერი გაგიგია? გარეთაც არ გაგიხედავს? მთელი უბანი გარეთაა, ჩვენი მარკეტის კორპუსი ხომ იცი? ხო და აი მაგ კორპუსიდან. წეღან ვიღაც გოგომ ფრენა გადაწყვიტა და პირდაპირ მეცხრედან იფრინა. მაგრამ არ გაუმართლა სამწუხაროდ, ფრთები არ გაეხსნა და თავისივე ნათქვამზე სიკვდილა გადაბჟირდა. გაიგერა ვთქვი? ფრთები არ გაეხსნა თქო. და სიცილს განაგრძობდა. ვერს კი ხარ თუ ყვერს კი, მე ეგ სულ ყლეში მკიდია, გაიგე? ნახე რა შუტკა გავაძრე, შენ რა არ გეცინება? ხო კარგად ხარ მისმენ საერთოდ ბიჭო? სიკვდილა ახლოს მივიდა ლოასთან, რა დროსაც შეამჩნია ლოას გათეთრებული სახე, გაყინული თვალები და პირიდან წამოსული დუჟი. იმ დღეს ლოას ყველანაირი აბი მიიღო, რაც სახლში ნახა, გარდა ვარდისფერი აბისა. თუმცა ლოას ერთი რამე დაავიწყდა, რომ ვარდისფერი აბი მე-9 სართულზე კი არა, მეორე სართულზე ცხოვრობდა და არანაირი შეხება ფრენასთან ვარდისფერ აბს არ ქონია. ზუსტად იმ დროს, როცა ეს ამბავი მოხდა, ვარდისფერ აბს ვინმე შაჰი მოჰამედ ბინ ზაიდ ალ-ნაჰაიანი, კი, რაც გაიფიქრე ზუსტად მაგას უშვებოდა.